გისმენთ პოლიტიკას თეასი ჭინავასთან ერთად ჩვენ საუბრობთ გლობალურ პოლიტიკაზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქართული პოლიტიკის ჭრილში. გლობალური პოლიტიკა არის ნამდვილად ამ კვირის ერთ-ერთი მთავარი თემა და რა თქმა უნდა ეს თემა საინტერესოა იმ კუთხით, თუ რა გავლენას იქ მოინებს, ან იქონიებს თუ არა საერთოდ გავლენას. ჩვენს მიმდინარე პოლიტიკურ ცხოვრებაზე მე ვსაუბრობ პირველ რიგში მოდით უნგრეთის არჩევნებზე და იქ დამდგარ შედეგზე დავიწყოთ საუბარი ჩვენ სტუმართან ერთად წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმარს ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი მოგესალმებით ბატონო დავით მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის მე ვთქვი რომ კვირის ერთ-ერთი საინტერესო პოლიტიკური თემა იმიტომ რომ ჩვენ კვირას აღდგომა გვქონდა ეს იყო ჩვენი მთავარი თემა მაგრამ ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური თემა იყო სწორედ უნგრეთში მიმდინარე არჩევნები სადაც გამარჯვება მოიპოვა არა ორბანმა არამედ მისმა კონკურენტმა პეტერ მადიარმა საკმაოდ დამაჯერებლად საკმაოდ არა სრულიად დამაჯერებლად მას ამ მონაცემები აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და შესაბამისად მომავალში ჩაუდგება სათავეში უნგრეთს. მოდით პირველ რიგში გავაანალიზოთ, რატო დადგა ეს შედეგი, იმიტომ რომ ორბანს აქვს ძალიან, ესე ვთქვათ, მრავალწლიანი გამოცდილება. ეს გამოცდილება მისი მინუსი იყო თუ პლუსი იყო. როგორც ამბობენ, როგორც წესი, ხანგრძლივად ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა შეიძლება ადგილობრივ მოსახლეობას ასე თუ ისე მომბეზრდეს. იყო ეს შედეგი თუ სხვა პრობლემები დადგა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ თვითონ მადიარი არ არის შორს ორგანის პოლიტიკური ძალისგან, ის მისი წიაღიდან გამოსული, ანუ შესაბამისად კარგად იცნობს ამ პოლიტიკურ ძალას, ამ პოლიტიკური ძალის იდეალები მისთვის უცხო არ არის პირიქით. მასზე ეყრდნობა მისი სამოვალ პოლიტიკური საქმიანობა ცოტა უბრალოდ მოდერნისტული და შეცვლილი სახით. მოდით ჯერ ამაზე ვისაუბროთ, შემდეგ უკვე სხვა საკითხებსაც შევახოთ. მოგესალმებით თია, მივესალმებით ჩვენს მსმენელს და ვაკი ბრწყინვალე შვიდეულში ვართ. უნგრეთის არჩევნებზე უფრო მნიშვნელოვანი თარიღები მიულოცოთ ჩვენს მსმენელს, სულიად საქართველოს ქრისტეს აღდგომა და დღევანდელი დედაენის დღე, რაც ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. რაც შეეხება უნგრეთის არჩევნებს. ევროკავშირის ქვეყნისთვის ქვეყნის სათავეში რომელიმე ადამიანის, რაც უნდა ნიჭიერი პოლიტიკოსი იყოს და თავის ქვეყანაზე შეყვარებული პოლიტიკოსი 16 წელი ქვეყნის სათავეში ყოფნა არის მათი ენით რომ ვთქვათ, რაღაც ბელორუსიზაციის ნიშნები, იმ ბელორუსიზაციის, რომლის ლიდერს ზუსტად ამისთვის აკრიტიკებენ და დიქტატორის კატეგორიაში გაყავთ. ამიტომ რასაკვირველია ვიქტორ ორბანისთვის მე-17, მე-18 და 22 წელიწადი ხელისუფლებაში ყოფნის, ხომ, ქვეყნის ლიდერად ყოფნის, ამას არ დაუშვებდა თვითონ ვიქტორ ორბანი და როგორც ფეხბურთში არსებობს ესეთი მომენტი, ხო? ღვაწლმოსილი ფეხბურთელისთვის, რომ თავისი საბოლოო მატჩით გაახაროს მაყურებელი და დაუთმოს მოედანი თავის ვიღაც ახალგაზრდა შემცვლელს, ხომ? მე ეს ნიშანი დავინახე პირველ რიგში, როდესაც ჯერ კიდევ არ დასრულებულა, თქვათ, არჩევნების შედეგების დათვლა, მაგრამ ვიქტორ ორბანმა უკვე მიულოცა თავის, ასე ვთქვათ, მეგობარს წარსულში თავის თანაპარტიელს და ამაშიც დავინახე ეს მემკვიდრეობა, იმიტომ რომ დიდად ისინი არ განაცხოვებენ ერთმანეთს პოლიტიკური თვალსაზრისით კონსერვატორია ორივე უნგრეთის ინტერესებს აყენებს პირველ რიგში, მაგრამ შეიძლება ჩვენ ახლა დავინახოთ რაღაცა სახეშცვლილება, რა თქმა უნდა, ვიქტორ ორბანთან შედარებით, რომელიც პირველ რიგში შეეხება იმას, მიიღებს თუ არა პეტერ მადიარი იმ 27 პუნქტიან, ასე ვთქვათ, პრეტენზიებს შესასრულებლად, რომლის სანაცვლოდ თქვათ დაბლოკილი თანხა, რომელიც ვიქტორ ორბანის პრემიერ-მინისტრობის დროს დაუბლოკა ბრიუსელმა ბუდაპეშტს, რომ მოხდეს აი ამ ბლოკის ახსნა, ხომ? მაგრამ იმ 27 პუნქტში ისეთი პოზიციები არის ჩამოთვლილი, აი სუიციდის ტოლფასი იქნება. განსაკუთრებით შიდა პოლიტიკურ რეფორმებს გულისხმობთ. არა, მხოლოდ შიდა პოლიტიკურ, იქ არის ჩადებული ისევ და ისევ მოზარდების სქესის შეცვლასთან დაკავშირებული კანონმდებლობის. ანუ ორბანის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საწინააღმდეგო. ერთსქესიანი ქორწინებების დაშვება და ანუ ის ყველაფერი რაც არ შედის დღის წესრიგში პეტერ მადიარის პოლიტიკური დღის წესრიგში და რასაც დიდი ალბათობით, რა თქმა უნდა, ის არ დათანხმდება. ეს ერთი.
მეორე ყველა უყურებს იმ ვეტოს მოხსნას, რომელიც დაადო ვიქტორ ორბანმა იმ 90 მილიარდიანი პაკეტის გამოყოფაზე უკრაინისთვის და თითქოს ამას მთელი ევროკავშირი ახლა ელოდება ესპანეთი, საფრანგეთი, ძალიან ბევრი ქვეყანა ჩემთვის ხომ მადიარმა მე მგონი ამას უკვე გასცა პასუხი გუშინ, ხო? კი, მაგრამ ეს არის ძალიან საინტერესო თემა და ამას შევეხო და აუხსნა ჩვენს მსმენელს. წლების განმავლობაში ვიქტორ ორბანი ესპანეთისთვის, საფრანგეთისთვის, არ ვიცი, გერმანიისთვისაც, თქვენ იტალიისთვის განსაკუთრებით იყო ფარი, რომელიც იცავდა ამ ქვეყნებს აი ამ 90 მილიარდიან პაკეტში საკუთარი დასუსტებული ეკონომიკების წილობრივ, ასე ვთქვათ, გადაცემაზე. ანუ გარე საიმიჯოდ ისინი აყენებდნენ მუდმივად ამ საკითხს, მაგრამ თუ კი არ გამოდიოდა, განტევების ვაცი იქნებოდა ორბანი. კი, დეკლარაციების და ლოზუნგების დონეზე, რა თქმა უნდა, ისმოდა აღშფოთებული შეშფოთება, ну, როგორ კაცო უკრაინის ბედი არ გაღელვებს, რატომ ადებ ვეტოს, მაგრამ დღეს პეტერ მადიარი ამ საკითხშიც თავისუფალია, იმიტომ რომ 2025 წლის დეკემბრის შეთანხმებით უნგრეთი განთავისუფლებული იყო ამ პაკეტში უნგრეთის ეკონომიკის მხრიდან თავისი, ასე ვთქვათ, წვლილი შეტანაზე. ამიტომ რომც მოუხსნას ვეტო პეტერ მადიარმა და მოუხსნის დიდი ალბათობით ძალიან საინტერესო პროცესები იქნება. ხო, მადიარმა ესე განმარტა ეს. მე არ შეგიშლით ხელს, მაგრამ მე თვითონ არ მივიღებ ამ პროცესში მონაწილეობას. ანუ უნგრეთი არ გადაიხდის ამ თანხას. და მთელ პასუხისმგებლობას დააკისრებს იმ ქვეყნებს, რომლის ეკონომიკაც როგორც თქვენ ამბობთ, ვერ გაუძლებს ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ვერ გაუძლებს და მე ვშიშობ და შეიძლება პროგნოზიც გავაკეთო, იქნებ გამართლდეს. ეხლა დაიწყება კულუარული ნადირობა რობერტ ფიცოს პოზიციაზე, რომელმაც მარტში უკვე განაცხადა, რომ სლოვაკეთი მზად არის რამე რომ იყოს, ვიქტორ ორბანის მიერ დაწყებული ესტაფეტის ჯოხი გადაიბაროს ამ საკითხში. ხო და შეიძლება აქეთ დადგეს რიგი რობერტ ფიცოსთან. არ გაინტერესებთ აი მაგალითად თუ მოიხსნება ეს ვეტო, მე თავად ეს ლიდერები რა მოცემულობის წინაშე დადგებიან? აი ძალიან სერიოზული სოციალურ-ეკონომიკური დარტყმის წინაშე აღმოჩნდებიან საკუთარ მოსახლეობასთან პირისპირ. იმიტომ რომ ბოლო წლებია უკვე გაისმის თუნდაც ისეთი საკითხებში გადახედვა პოზიციების, რომ ეს ემიგრანტები თუ მიგრანტები უკრაინიდან იქნებ მოუხსნათ მათ სოციალური დახმარებები, იქნებ გავაძევოთ თავის სამშობლოში, იქნებ მიიღონ მონაწილეობა საკუთარი ქვეყნის დაცვაში და ასე შემდეგ. თვითონ პეტერ მადიარიც ღიად აცხადებს, რომ ის წინააღმდეგია უკრაინის მომარაგებაზე შეიარაღებით, ის წინააღმდეგია ქვეყნის გაერთიანებაზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში თუ ევროკავშირში. ოღონდ ძალიან დიპლომატიურად და ძალიან, ასე ვთქვათ, ჭკვიანურად აკეთებს ამას ყველაფერს, იძახის, რომ ამის შესახებ მათი ევრო-ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის ბედთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას ვაპირებოდა. დიდი ალბათობით, სადაც 80%-მდე მიიღო მონაწილეობა ამ არჩევნებში და უდიდესი ნაწილი ელექტორატის წაიღო პეტერ მადიარმა, მის მიერ ამ თემაზე ჩამოყალიბებულ რეფერენდუმში ჩამოყალიბებულ შეკითხვას ასევე დადებითი პასუხი მიეცა. აი, კაი, გადავიდეთ შემდეგ თემაზე. ევროკავშირი. ახლა თქვენ წამოჭერთ ერთი ძალიან საინტერესო საკითხი. იმ 90 მილიარდის დახმარების პაკეტზე უნგრეთის ვეტოდან გამომდინარე. თუ კი ორბანი ამ მართულებით თუ ამ ლოგიკას გავყვებით, სრულიად მისაღები კანდიდატურა უნდა ყოფილიყო ევროკავშირისთვის. მაშინ რატომ ესე ვთქვათ ასე უჭერდა მხარს. შეიძლება ასე ითქვას, ხო შეიძლება ხმამაღლა ასეთი გაცხადებული არ ყოფილიყო, მაგრამ ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ უნგრეთი ირჩევს ევროპას, სრულიად გაუგებარი ჩემთვის, იმიტომ რომ ორბანსაც და მადიარსაც ერთი და იგივე შეხედულებები აქვთ ფუნდამენტურ საკითხებზე, მაშინ რა შუაში აქვს ევროპის არჩევან არ არჩევა, ცოტა გაუგებარი დარჩება. რა უხაროთ ურსულა ფონ დერ ლაიენს, თუ კი მადიარმა შეიძლება ეს საკითხი, იგივე ვეტოს შესახებ საკითხი თავდაყირა დააყენოს, ეს ერთი. მეორე, შეიძლება კი ალბათ დააყენებს, იმიტომ რომ მან უკვე განაცხადა, რომ არ შეუშლის ევროკავშირს ხელს
ამ 90 მილიარდის გაცემასთან დაკავშირებით და მეორე თუ მათ მიერ მოწონებული და მხარდამჭერი და ევროპის არჩევანზე ორიენტირებული მადიარი არსებობს. მაშინ წინაპირობების დაყენება რასაჭიროა ერთგვარი 27 პუნქტად გაწერილი, ანუ ერთგვარი მოთხოვნა თუ კი მადიარი ისედაც მათი ღირებულებების გატარებას ადირებს. მაშინ რასაჭიროა 27 პუნქტი რაში დასჭირდა. ცოტა გაუგებარია თავად ევროკომისიის ეს ახტაცება თუ არა ახტაც. ვერ გავიგე მოკლედ ხო შემოგვიძეთ ბატონო თქვენ ამიხსენით. Ursula von der Leyenis სიხარული და რუსთაველის გამზირის კლასტერის სიხარული გადის ერთ კატეგორიაში და ორივე შეიძლება მიუსადაგოთ ის რომ არ გვესმის რისი უხარიათ და რა უხარიათ. ქალბატონ ურსულას მხრიდან კიდევ შეიძლება ეს დავაბრალოთ შეურაცხყოფილი ქალის სიხარულს დავაბრალოთ, რომელსაც ფიზიკურად ვერ იტან, დანახვაზე ვერ იტან და ვიქტორ ორბანს და პერსონალური და გაეხარდა რომ აი ესე შენ, აი ესე მოგივა და ესე მოგივიდა კიდეც, მაგრამ ჩდება მეორე დღე ხო აი რა ქვია შეზარხოშებული სიხარული უკვე თავის ტკივილის ფაზაში რო გადადის მე იწყებ ფიქრს რომ მართლა ისი მიხარია იმიტომ რომ დიდი არაფერი იმით რაც ახლა გაკეთდა აი ამ არჩევნებზე და რა შედეგიც მივიღეთ ხო ბრიუსელის სასარგებლოდ აბსოლუტურად არ არის რა იმიტომ ერთ-ერთი პირველი განცხადება გააკეთა პეტერ მადიარმა იმის შესახებ რომ დიახ პუტინთან მოლაპარაკებებს ის გააგრძელებს იმიტომ რომ ეს შედის მისი ქვეყნის და მისი მოსახლეობის ინტერესებში ხო გეოგრაფია არის გეოგრაფია რა თქმა უნდა ეს ერთი მეორე აუცილებლად მიაწვება ის ზელენსკის, რომელსაც ასევე ძალიან გაეხარდა პეტერ მადიარის არჩევა, რომ ის ნავთობსადენი დრუჟბა, რომელსაც შენ ხელოვნურად გვიკეტავ, დროზე გამოუშვი იქიდან რუსული ნავთობი ჩემი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ, ხომ? და ასევე ის საკონტროლო გასროლა რუსთაველის გამზირის კლასტერზე რაც გუშინ რუსთავის ხომ მგონი ჟურნალისტმა ამაზე მოდით საქართველოს ცალკე ვისაუბროთ. ამიტომ აი კიდევ ერთხელ ვიძახი რა უხარიათ ის რომ ეხლა პრობლემები შეექმნება მთელი რიგი ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკებს ხელისუფლებებს იმასთან დაკავშირებით რომ ეხლა წავა პროცესი გაჭიანურების. აი ხომ მოუხსნის ვეტოს ამ 90 მილიარდს, ხომ? არ მიიღებს მონაწილეობას, თქვათ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი და ამას ესტაფეტაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ეხლა წავა პროცესი რაღაცა გაჭიანურების, რაღაცა თავის მართლების, არავის არ სჯერა რომ ამ მდგომარეობაში მყოფი ევროკავშირის ეკონომიკა მთლიანად და ეს ეკონომიკა განაწევრებული, ხო, წევრ ქვეყნების ეკონომიკებზე დღეს შეძლებს აი ამ 90 მილიარდი ევროს გამოყოფას, მაშინ როდესაც უკვე ტომები დაიწერა იმ კორუფციულ გარიგებებზე ომის დროს უკრაინასთან დაკავშირებით და უბრალოდ ბრმას და ყრუს არ ესმის და არ სჯერა ის რომ ეს ფული იკარგება კონკრეტული ომის პერიოდში კონკრეტული უკრაინელი და არა მხოლოდ უკრაინელი ჩინოვნიკების ჯიბეში, ხომ? ამიტომ ამას არავინ არ დაიჯერებს და ამ პროცესს არ აქვს აი ვიქტორ ორბანის წასვლით ამ პროცესმა კი არ მიიღო რაღაცა უფრო თავისუფალი განხორციელების ეტაპი, არამედ პირიქით ჩიხში შეიყვანს მთელს ევროკავშირს და მთელს ბრიუსელს და ანუ ეს გარეგნული სიხარული, რომელიც გამოხატეს მადიარის გამარჯვებასთან დაკავშირებით, მხოლოდ ფასადური იყო და არანაირი გულწრფელობა. არანაირი, აბსოლუტურად, იმიტომ ყველა დაინახავს ეხლა რომ უნგრეთი უპირველეს ყოვლისა იქნება პეტერ მადიარის ძირითადი დევიზი, რომ პეტერ მადიარი რეფერენდუმის სახით ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რაღაცა თეორიული შანსებიც კი უკრაინის რომელიმე ბლოკში გაერთიანების, ხომ, ეკონომიკურში თუ სამხედროში, უბრალოდ მოკლებულია და მოხსნილია დღის წესრიგიდან. და რაც შეეხება იმ კონსერვატიულ საკითხებს, რომელზედაც ხშირად აკრიტიკებდნენ და განსაკუთრებული კრიტიკის ობიექტი იყო ორბანი ევრობიუროკრატების მხრიდან, ამას შეეხება თუ არ შეეხება თქვენ ეს? ის რაც ჩამოთვლილია იმ 27 პუნქტში, რომელსაც ითხოვს ბრიუსელი. შანსი არ აქვს ეს გენდერული მიიღოს საკანონმდებლო დონეზე პეტერ მადიარმა რა. იმიტომ რომ ეს არ არის უნგრელი ამომრჩევლის დაკვეთა ახალი ლიდერის მიმართ. ხო, მისი სლოგანები
პრინციპში იმეორებდა კიდევაც ორბანის ამ გზავნილებს, ოღონდ უფრო სახეცვლილად და უფრო შეიძლება ითქვას რესტარტირებულად, გადატვირთვის თვალსაზრისით. ამიტომ აი უბრუნდები და ამით დავასრულოთ ეს ბლოკი, აი რისი უხარიათ რუსთაველზე და რისი უხარიათ ბრიუსელის კაბინეტებში, ხომ? აი ეს დავტოვოთ მართლა ძალიან ამოუხსნელ ამოცანას. კი ბატონო, შეიძლება დავინახოთ უახლოეს მომავალში, როგორ შეიძლება განვითარდეს ეს მოვლენა. ეხლა მოდით უშუალოდ საქართველოსთან დაკავშირებით ვიკითხოთ ეს თემა რატო არის საინტერესო, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს უნგრეთის ძალიან დიდი მხარდაჭერა და პოზიცია, როდესაც ამ ვეტოებზე ვსაუბრობდით, საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული გადაწყვეტილებების შესაფერხებლად. ანუ უნგრული ვეტო ერთ-ერთი მხარდაჭერი იყო, რომ საქართველოს დაეცვათ ძალიან უსიამოვნო პროცესებისგან. შეიძლება თუ არა შეიცვალოს მოცემულობა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პეტერ მადიარმა საქართველოსთან დაკავშირებით პირველი განცხადება უკვე გააკეთა, ძალიან მოულოდნელად მგონი, პირველივე დღეს არ ველოდით ყოველ შემთხვევაში პოზიციის დაფიქსირება საქართველოსთან დაკავშირებით, მაგრამ მან ცალსახად განაცხადა, რომ საერთოდ არ აპირებს ორბანის მიერ დამეგობრებული ქვეყნებთან ურთიერთობის გაფუჭებას, მას არანაირი ამის გავს ინტერესი არ აქვს. პირიქით, დიდი სიამოვნებით ჩამოვა თბილისში და იქნება სტუბარი. ანუ რატო უნდა ველოდოთ, რომ შეიძლება პეტერ მადიარმა თუნდაც იგივე ვეტოსთან დაკავშირებით გააგრძელოს ორბანის ხაზი, რა ინტერესია, ეს ერთი. მეორე, როგორ დავაყენებდი ამ საკითხს, იცით, მადიარს აქვს ნათქვამი, რომ ის უფრო მოქნილად და დიპლომატიურად დაელაპარაკება ბრიუსელს. ანუ შეიძლება რაღაც საკითხებზე შემთხვევით ნაბიჯი გადადგას, მაგრამ ამით უფრო მეტი მოიგოს, მაგალითად რაღაც საკითხებზე არ თმოს თავის პოზიციები. ხوار შეიძლება ეს რაღაც საკითხებზე შემხედრი ნაბიჯი სწორედ ისეთი საკითხი იყოს, როგორც არის საქართველოსთან დაკავშირებით. თუ შეიძლება ბრიუსელს საერთოდ სხვა მოცემულობა დაუდგა დღეს საქართველოსთან დაკავშირებით და საერთოდაც აღარ განიხილოს სანქციების თემა. აი როგორ უყურებთ ამ კონტექსტში საქართველოს მომავალს? დღეს საქართველოს მომავალი იმაშია, რომ ყველას სჭირდება, აბსოლუტურად ყველას. ჩრდილოეთს, სამხრეთს, აღმოსავლეთს, დასავლეთს. ვინაიდან თვითონ აი ჩვენს გარშემო, ჩვენს რეგიონში ზევით, ქვევით, გვერდით და ასე შემდეგ ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ჩვენ დროებით ალბათ ან დიდი ხნით ვერ გეტყვით, მაგრამ გვეძლევა ეს უნიკალური მონოპოლისტის ფუნქცია, რომელმაც უნდა მოამარაგოს აღმოსავლეთიდან იგივე ევროკავშირი და იგივე უნგრეთი მათ შორის იმ ციფრულ ტექნოლოგიური შესაძლებლობებით, ენერგეტიკული შესაძლებლობებით, ელექტროენერგიის თვალსაზრისით და ასე შემდეგ. აი დღეს სხვათა შორის მწვანე კაბელის საკითხს ორმაგი ინტერესის სტატუსი მიანიჭა ევროპა საბჭომ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. აი ხო, ეგეც უნდა მეთქვა, რომ მწვანე, ასე ვთქვათ, ენერგეტიკის თვალსაზრისითაც სადაც საქართველოს არ გაჟღერებულა იმ დონეზე, რა დონეზეც ეს აღჟღერეს, ვთქვათ, ევროკავშირის სივრცეში, აი ამაშიც კი საქართველოს მიიღებს ერთ-ერთ წამყვან ვთქვათ თავის ადგილს მთელ მსოფლიო ეკონომიკაში და ენერგეტიკაში და დღეს საქართველოსთან ურთიერთობების გაფუჭება ნიშნავს აი კვერცხმდები ქათამი რომ დაკლა რაღაცა ჩიხირთმის გულისთვის აი ეს არის სისულელე რა ეს სიგულისხმეთ მადიარის კონტექსტში თუ ეს ბრიუსელსაც ეხება ბრიუსელს ეხლა რა ხდება ბრიუსელს ეს ყველაფერი ესმის მაგრამ იმდენად მძევლობაშია თავისი რიტორიკის ხომ იმდენად მძევლობაში თავისი ლოზუნგების და დეკლარაციების რომ შეიძლება ყეფა გაგრძელდეს ბრიუსელის მხრიდან მაგრამ კბენამდე არ მივიდეს ისევე როგორც ვერც ერთი ისე ფიცოს მაშველი რგოლის გამოყენება ხო არ დასჭირდება იმიტომ აი წარმოიდგინეთ ახლა 4 იყო თუ 5 იყო ხო ძალიან უსამართლო ევრორეზოლუცია ევროპარლამენტის ხო რომელსაც სარეკომენდაციო ხასიათი ჰქონდა აქედან პრაქტიკულ ჭრილში რა გადაიტანეს ну დიპლომატიურ პასპორტების მფლობელებს შეუწყვიტეს თქვათ ევროკავშირში ვიზო მიმოსვლა ეს იყო სულ მთელი აი ამ წლების განმავლობაში მათი აგრესიული რიტორიკის ან რომელ საკვანძო საკითხში მოიპოვეს წარმატება რომელი ხალხზე და ბავშვებზე ორიენტირებული კანონი გაგვაუქმებინეს ამიტომ ყველაფერი იქნება კარგად და სწორად ანუ არ გაქვთ მოლოდინი გართულების ამ მიმართულებით არც მადიარის მხრიდან კარგი ძალიან დიდი მადლობა ბატონ და ჩვენ კიდევ რამდენიმე საკითხი გვინდოდა განგვიხილა მაგრამ იმდენად საინტერესო წავიდა საუბარი უნგრეთთან დაკავშირებით მთელი საუბარი დაუთმეთ ამ მიმართულებას მადლობთ კიდევ გვესტუმრეთ და გავაგრძელოთ შემდეგ სხვა თემებზე საუბარი ასეთი იყო დღეს ჩვენი განაცემა ჩვენ ზუსტად ერთ კვირაში ამავე ტალღაზე შევხვდებით ერთმანეთს დროებით